მიზეზი თუ რატომ არასდროს არ უნდა ევაჭრო ტრენდ ლეინებზე. როგორც ხედავთ მეგობრებო, აქ გვაქვს ესეთი ტრენდ ლეინი. ყველა ეძახის ტრენდ ლეინს, მე ვეძახ ყოველთვის კომპრესია, რომელიც YouTube-ზე ძალიან ხშირად აქვს განხილული და აღნიშნული, მაგრამ მოდი ახლა ამ ვიდეოშიც განვიხილოთ თუ რატომ არასდროს არ უნდა ევაჭრო ტრენდ ლეინებს. ნახეთ ახლა რა ხდება, ყველა როგორ ვაჭრობს ხოლმე ამ ტრენდ ლეინებზე, ყველა ელოდება ხოლმე ტრენდ ლეინის გარღვევას, აი აქ როგორც გავარკვევთ და ხშირ შემთხვევაში შედიან ხოლმე შორტში. იმიტომ რომ მათთვის ტრენდ ლეინის გარღვევა არის ხოლმე ყოველთვის, ესე ვთქვათ, კონფირმაცია ხოლმე რომ შევიდნენ ლონგზე ან შორტს. მოდი ახლა ნახოთ რა მოხდება. აქ გაისტოპე და სავარაუდოდ თანხას დაკარგავდი და ახლა ნახეთ რა ხდება, ჩვენ ვარღვევთ ტრენდ ლეინს მაღლა, ამ შემთხვევაში რას აკეთებენ ხოლმე ტრეიდერები, ვინც ტრენდ ლეინზე ვაჭრობენ, ისინი შედიან ხოლმე ლონგზე. ნახოთ ახლა რა ხდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვეულებრივად გაისტოპებოდი და დაკარგავდი თანხას. რა უნდა გააკეთო ხოლმე ამ შემთხვევაში? შენ არასოდეს არ უნდა ევაჭრო ხოლმე ტრენდ ლეინებს და ტრენდ ლეინებზე დაყრდნობით არასდროს არ უნდა მიიღო ხოლმე გადაწყვეტილება, შენ ყოველთვის უნდა გქონდეს სიგნიფიკანტური ლეველები ჩახაზული და ჩვენ ვხედავთ აქ რომ გვაქვს ჩვეულებრივი რენჯი, სადაც შეიძლება ფასმა გააგრძელოს განვითარება. რა უნდა გააკეთო შენ იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, ტრეიდი აიღო, შენ უნდა დაელოდო ამ ლეველების გარღვევას, ან მაღლა გარღვევა და შემდეგ აიღო ლონგი, ან ქვემოთ ჩამორღვევას და შემდეგ შეხვიდე შორტში. მაგრამ ტრენდ ლეინებზე არასდროს არ გირჩევ ტრეიდის აღებას.